გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ეს არის ბოლო სიტყვა, ბექა პატურაშვილი, გიორგი ცხვიტავა თბილისი. რატი მუჯირი ყავს ხაზზე ვარშავა და ამ შემთხვევაში ისრაელია ჩვენთან ერთად, მიხეილ ხეცოიძე, ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძვირფასი კოლეგა. ეს ის შემთხვევა, როდესაც განებივრებულები ვართ ამ შემთხვევაში, რომ ბევრი რამ მოვისმინოთ სიახლე ახლო აღმოსავლეთიდან და გვიხარია რომ მიშა ჩვენთან ხარ მოკლედ და დაგვიბრუნდი. დღევანდელ ეპიზოდში ვეცდებით რომ ცხადია შევეხოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც. თუმცა რაღაც გაგებით დღესაც ესეთი საინტერესო დღე იყო საქართველოში, ესეთი ისე რაღაც ეგზოტიკური განცხადებები მოვისმინეთ, ისტორიის გაკვეთილები მივიღეთ და შესაძლოა ამასაც დავუთმოთ გარკვეული დრო. როგორ ხართ მეგობრებო? მოგესალმებით და დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს აგვისტოს ამ დღეებში, განსაკუთრებით მშობლებების პერიოდში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისვენებთ. მადლობა თქვენი დროისთვის, კიდევ ერთხელ მადლობა კავკასიას. აქ შევჩერდები, რატი შენ გააგრძელე, შენ უფრო იცი ხოლმე. გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც გიყურებს, მადლობა ყველას, ვინც ჩვენი გამომწერია, ვინც ალაიქებს ვიდეოებს, აქტიურობს კომენტარებში, აზიარებს თავის სოციალურ ქსელებში და აქვე ყველას გთხოვთ, რომ სტატისტიკის მიხედვით საკმაოდ ბევრია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც აქტიურად და პრაქტიკულად რეგულარულად ვიყურებს, თუმცა არხი ჯერ გამოწერილი არ აქვს, ამიტომ მეგობრებო, გამოვიწერეთ არხი, ეს უფასოა, როგორც ბეკას უყვარს ხოლმე თქმა, გამოვიწერეთ არხი, არ გამოგრჩება ჩვენი ვიდეოები. რა თქმა უნდა, კავკასიას ძალიან დიდი მადლობა ეთერისთვის და თქვენ ყველას, ვინც გვიყურებთ და როგორც თქვი, აქტიურობთ ჩვენს სოციალურ ქსელში. დღეს როგორც ბეკამ თქვა, გვექნება უკრაინა, გვექნება ახლო აღმოსავლეთი, მით უფრო რომ პირდაპირ მიშასგან შეგვეძლება მოვისმინოთ რა ხდება on the ground, როგორც იტყვიან. მიშა, მოგესალმებით. მოგესალმებით, მიხარია რომ კიდევ თქვენთან ვარ. მართალია ახლო აღმოსავლეთში ომი დაპაუზებულია, მაგრამ ბოლო დროს ვითარება ესე განვითარდა, რომ მოსაყოლი მეც დამიგროვდა თქვენთან, ასე რომ მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ კიდევ. კარგი, მოდი მაშინ შენგან დავიწყოთ. ისრაელს ახლა დღეს მდგომარეობა და ბოლო განცხადებები რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ადრე საუბრობდით მიუხედავად იმისა რომ ირანთან ომი ერთგვარად დაპაუზებულია ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა რომ არა ირანთან მიმდინარე ომი თებერვლის დასაწყისი პრინციპში აქამდე უნდა შექმნილიყო მაისში უნდა შექმნილიყო ღაზაში მშვიდობის საბჭო და ამ მშვიდობის საბჭოს ფორმატს ამ შეთანხმებას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ჯერ კიდე იანვარში მოაწერა ხელი, ზარზეიმით მოაწერა ხელი და შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს ხელმოწერა თუმე არ ქონდა შეთანხმებული მთავრობის წევრებთან და შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ამ ხელმოწერის ვალიდურობა და ცოტა ხნის წინ მოულოდნელად ნეთანიაჰუმ განაცხადა რომ ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება და ტოვებს ამ შეთანხმებას, ამ 15 პუნქტიან შეთანხმებას ღაზას სექტორში. ისრაელი არ დაუშვებს არავითარ სამშვიდობო საბჭოს შექმნას, მანამ სანამ ჰამასი არ განიარაღდება და სანამ ჰამასი პრობლემას და უსაფრთხო ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის პრობლემას წარმოადგენს, ისრაელის სამხედროები დარჩებიან და გააგრძელებენ სამხედრო ოპერაციას ღაზაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია იმ ფონზე, როდესაც დაპაუზდა ირანთან ომი. პარალელურად ბოლო ამბები რაც არის ბოლო ამბებს უცბად გეტყვით, რომ ისრაელის სამხედროები კავშირებიან ლიბანში. და სხვა შორის გენშტაბის ხელმძღვანელმა იაელ ზამერმა განაცხადა, რომ ბოლო შეთანხმებით რაღაცა გარკვეული ბოლო შეთანხმება, რომელიც ლიბანის პრეზიდენტის ტრამპთან ვიზიტის შემდეგ მოახერხეს 44 წლის შემდეგ ისრაელმა და ლიბანმა გარკვეულ ტერიტორიებზე ისრაელის ჯარმა უკან დაიხია და ეს ტერიტორია საკონტროლოდ გადასცა ლიბანის არმიას, თუმცა ამ ტერიტორიაზე ამ დრომდე ლიბანის არმია არ შესულა. ლიბანის არმია ამ დრომდე ვერ აკონტროლებს იმ ტერიტორიებს და ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებით ყველანი საუბრობენ იმაზე, რომ ამ შეთანხმებით და მომავალში რა შეთანხმებაც არ უნდა გაფორმდეს, უახლოესი 10 წლეულების განმავლობაში სავარაუდოდ ნეთანიაჰუს თუ არა სხვა პრემიერს უახლოეს რამდენიმე თვეში არჩევნები გვაქვს, სამხედროები მოსთხოვენ, რომ ისრაელის არმია დარჩეს ბუფერულ ზონაში ლიბანში. აი ესეთი ახალი ამბები ისრაელიდან. მიშა, მაგ სამშვიდობო საბჭოს ფარგლებში იყო საუბარი, რომ შესაძლოა ქართველებიც გამოჩენილი იყვნენ სამშვიდობობის ერთობლივად კოალიციურ ძალებში. შენგან რისი მოსმენა შეგვიძლია ამას დაკავშირებით, რამე იცი, რა დეტალები იცი, როგორ იცი, თუ შეგიძლია რამის თქმა ამას?
თავდაპირველად არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ამ სამშვიდობო საბჭოს ფორმატში ღაზა სექტორში ჩავიდოდნენ მშვიდობის დასამყარებლად ტაილანდელი, ფილიპინელი, ახალი ზელანდიელი ჯარისკაცები და მათ შორის საუბარი იყო, რომ საქართველოსთან გაიგზავნებოდა 10 ჯარისკაცი. ეს ინფორმაცია საქართველოში არ დაადასტურეს, ოფიციალურმა უწყებებმა არ დაადასტურეს. მე როგორც ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა მივწერე ყველა უწყებას, მათ შორის ისრაელში, ისრაელის მხარემ არ დაადასტურა, რომ მსგავსი საკითხი განიხილება, თუმცა ეს შეიძლებოდა მხოლოდ იყოს არავარაუდი, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება გუშინ წინ არ იყო სავარაუდოდ ტრამპთან ბოლო ვიზიტის დროს საბოლოოდ შეათანხმა ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპთან, რომ ღაზა სექტორში არავითარი სამშვიდობო საბჭო არ შეიქმნება და ვერცერთი სხვა ქვეყნის სამხედროები იქ ვერ ჩავლენ მშვიდობის დასამყარებლად. სანამ ჰამასი არ განიარაღდება, ისრაელის არმია ამ დრომდე აგრძელებს და დღესაც სხვა შორის ჯაბალიაში და ბეით-ჰანუნში რამდენიმე ლოკაციაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა ცალმა, ისე რომ ამ დრომდე გრძელდება ღაზაში სამხედრო ოპერაცია და არ იქნება არც მშვიდობის საბჭო. ისრაელი არ დაუშვებს არავითარ სხვა ქვეყნის ჯარისკაცებს, მათ შორის არც საქართველოს, თუმცა ამაზე საუბარი იყო კი ნამდვილად. ხო, ლაპარაკობ ცოტა ირანის გარშემო არსებულ სიტუაციაზე, იმ აბსურდზე, რა აბსურდშიც პრაქტიკულად აღმოჩნდით, აი ტრამპის აი ამ არათანმიმდევრული, ვიტყოდი ცოტა გაუგებარი პოლიტიკის გამო. და იქნება აი ამ სამთა კოალიციაზეც გვითხრა საუდი, თურქეთის მონაწილეობით პაკისტანი, მან რა იკვეთება და როგორი არის იერუსალიმის პოზიცია მაგასთან დაკავშირებით და საერთოდ ჰორმუზთან მიმართებითაც თუ გაქვს რაღაცა მეტი ინფორმაცია იქნება გაგვიზიარა. უშუალოდ ისრაელის მე ვეცდები რომ ჩვენს აუდიტორიას, ჩვენს მაყურებელს უთხრა ის ამბები და ის მოვლენები, რასაც უშუალოდ შეფასებები და კომენტარები მოხვება ოფიციალური იერუსალიმიდან, უშუალოდ ცდება განცხადებები სხვა ქვეყნებიდან და არ მინდა რომ უბრალოდ მას თარგმანი გამომივიდეს ან მათი გავრცელება. უშუალოდ ისრაელში ახლა არ საუბრობენ აი ამ სამთა კავშირზე, ისრაელში არ საუბრობენ ახლა ჰორმუზის სრუტეზე, ბოლო განცხადება სიტყვა ჰორმუზის სრუტე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი, სავაჭრო ხიდი, სავაჭრო ფაზი ერთადერთ მოხდა ჟურნალისტებმა დაითვალეს სხვა შორის მე-12 არქის ოპოზიციურად განწყობილმა ჟურნალისტებმა, რომ ჰორმუზის სრუტე ბოლო დროს მხოლოდ ერთხელ ახსენა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მხოლოდ ერთხელ წარმოგიდგეთ, მაშინ როცა ტრამპი ყოველდღე ამაზე საუბრობს. ისრაელი ფიქრობს, რომ ჰორმუზის სრუტე უბრალოდ ერთგვარად სავაჭრო საკითხია და არავითარი არც ამ პრობლემის მოგვარებად გას კითხვის ნიშნის ქვეშ, უბრალოდ ისრაელში ამაზე არ საუბრობენ ბევრს, ალბათ სავარაუდოდ, იმიტომ რომ მოკავშირე ამერიკის ქვეყანას და პრეზიდენტს ზედმეტად კრიტიკულები არ იყვნენ. ერთადერთი განცხადება რაც იყო ბოლოს იყო, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. ისრაელის არმია არა მხოლოდ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დასამყარებლად არის მზად, არამედ სამხედრო ოპერაციის აწარმოებლად და თქვენთან ჩართვა არ მქონდა ბოლო დღეებში, ბოლო რამდენიმე ჩართვა გამოვტოვე და აუცილებლად ჩვენ აუდიტორიას უნდა უთხრათ, რომ ახლაც გაცემულია ბრძანება და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს აქვს ასეთ ბრძანება გაცემული არიან მზადყოფნაში, რომ ნებისმიერ დროს, რა დროსაც პოლიტიკური ნება იქნება და იქნება ბრძანება გაცემული, სახელწოდებაც მოფიქრებულია ისრაელის არმია მზად არის დაიწყოს სპეცოპერაცია ლურჯი და თეთრი ამ სახელწოდებით ირანში. სახელწოდება შეუცვალეს ხომ იყო ლომის ღრიალი ორი სახელწოდებით და ეპიკური რისხვა. ახლა ისრაელმა ლომის ღრიალს შეუცვალა სახელი და ლურჯი და თეთრი სპეცოპერაცია, სამხედრო სპეცოპერაცია კახოლ ლავან ასე ამბობენ. ეროვნული დროშის სფეროში? ხო, ასე ითარგმნება ყოველ შემთხვევაში ეს ოპერაცია და პრინციპში ისრაელის ძალოვან უწყებებში, თავდაცვის სამინისტროს გენშტაბში ძირითადად ამ მიმართულებით კეთდება განცხადებები, რომ ჯარი მზად არის, ნებისმიერ დროს შეუძლია ამის წარმოება და დღეს უკვე ბოლო 2 დღეა მოსადის ყოფილი ლიდერები ალაპარაკდნენ, ასე ვთქვათ, უბრალოდ განცხადებები გაავრცელეს კიდევაც, რომ ისრაელის დაზვერვა სული ინფორმაცია აქვს ირანში მიმდინარე გამდიდრებულ ურანზე და ასე შემდეგ, ასე რომ ახლა მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანში შეიძლება დაიწყოს სპეცოპერაცია განახლებული სახელწოდებით ირანში და ისრაელში ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ გარდაუვალია. საინტერესო. ერთი კითხვაც მაგრამ თუ შეიძლება. მიშა, ძალიან საინტერესო არის
მაგალითად საწვავზე ფასების ზრდა ან რაღაცა კორექცია თუ შეეხო თუ იგრძნობა საერთოდ ისრაელში ეს თემა ეს საინტერესო არის მით უფრო იმ ფონზე როდესაც მუდმივად ანუ მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში არის მთელი ქვეყანა ანუ სამხედრო რელსებზე დგას და ესეც ძალიან საინტერესო არის ანუ ეკონომიკური კუთხე ამ საქმის რამდენად იგრძნობა რიგით მოქალაქეზე ეს ყველაფერი ეკონომიკური პრობლემა მოდით აი საწვავის თემას დამარტივად შევხედოთ სტატისტიკას ვიტყვი ომი დაიწყო 2026 წლის 28 თებერვალს ორ თვეში ბეზე საწვავის ფასები ისრაელში გაიზარდა ისე როგორც სოფლიოში სადღაც მაისში ძალიან მაღალი ფასები იყო თუმცა დღეს მდგომარეობით საწვავის ფასები იმაზე დაბალია ისრაელში ვიდრე ომის დაწყებამდე იყო ასე რომ ამ მხრივ სხვა შორის ამერიკაშიც ესე იყო ბოლო რამდენიმე შტატში თუ არ ჩავთვლით საწვავის ფასები ომამდელ ნიშნულს საუბრობდა რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს ისრაელში კი საუბრობენ რომ ყოველდღიურად მოქალაქეები გამოდიან და გადაცემისთვის ემზადებიან და სამოქალაქო პოზიციით ვერ მოუწევენ ადამიანი რომელსაც ეკონომიკური პრობლემები არ შეექმნა ომის შემდეგ ისრაელში იმიტომ რომ ბანკებმა ფაქტობრივად შეაჩერეს სესხების რეფინანსირება ბანკებმა შეაჩერეს შეღავათების სესხებზე ბანკებმა შეაჩერეს იპოთეკური სესხების წინასწარი შესატანი თანხა გაზარდეს თითქმის ნახევრამდე შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება მოქალაქეებს და სხვა შორის აღსანიშნავია ისიც რომ ხშირ შემთხვევაში ემიგრაცია მხოლოდ იმას ხომ არ ნიშნავს რომ გაჭირვებული ადამიანები მიდიან თუმცა ისრაელში ბოლო 2 წელიწადში რეკორდულია ციფრი იმ ადამიანების რომლებიც ისრაელს სტოვებენ და მიდიან სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად აღსანიშნავია ისიც რომ 17%-ზე იყო საუბარი და ამ 17%-დან 2% საქართველოში მოდის ასე რომ ისრაელელები საქართველოში მიდიან საცხოვრებლად თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი პროცენტი არის ბანკში მაგალითად სამომხმარებლო სესხი ძალიან საინტერესო ან იპოთეკა ქვეყანა რომელიც სულ ომშია ხო არ იცი მიშა აი ბოლო იყო დაახლოებით ბოლო როგორც მე მახსოვს ზუსტად არ მინდა რომ ახლა ციფრებით მანიპულაცია გამომივიდეს 5-დან 9%-მდე ეს გაზრდილია მიშა ეს რაც გაიზარდა მას შემდეგ ეს იყო დაახლოებით აპრილი-მაისის ციფრები ჩვენ ამაშიც ვიგებთ და საშუალოდ 15%-ია. გამომდინარე იქიდან რომ ისრაელში თქვა იპოთეკურ სესხებზე აქ როდესაც მინიმალური ფასი ერთ საცხოვრებელი ოთახის სახლის ერთოთახიანი ბინის ფასი იწება მილიონით და მილიონის ბანკიდან სესხის გამოსატანად საუბრობენ რომ ხომ აი 8% ბევრი შეიძლება არ არის თორე დამჭერეთ 8% ბევრი ისრაელში ღირს ბევრად ნაკლები ბინები მიშა რო იცოდე ბოლო დროს არა ერთ აი ცოტა გადახვევა გამოგვივიდა მაგრამ ესეც საინტერესო არის ისი რა მაინტერესებს ხო აი თუ კი ისრაელის არმია აცხადებს რომ მზად არის აი ამ ოპერაციისთვის სად არის ჰორმუზის გასწვრივ სად არის ურანის გამოსატანად რა შეიძლება აკავებდეს ტრამპს ამ გადაწყვეტილების მიღების და ერთ კითხვას დავამატებ მანდვე ანუ აი ეს კითხვა მიშას არ მეემართება თქვენს მოგიმართებათ ანუ მე ამაზე ვფიქრობ და ჩემი დასკვნა ვერ გამოვიტანე და თქვენგან ვესწრები რომ თქვენ ვერ გამოვიტანე ეს რაღაცა თითქოს რაღაც ეკონომიკურ წნეხზე მინიშნებები ჩანს იკვეთება ბოლო დროს მაგრამ ეგაც რაღაც დაბნეულობას უფრო გავს ჩემთვის ვიდრე რაღაცა სტრატეგიას არ ვიცი რა საკეთებს ტრამპი ამბობს რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის შეერთებული შტატები აქ კონტროლებენ აი ბოლო განცხადება რაღაც მოვისმინე რომ ირანი კარგად იქცევა და ჩვენ ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტესო და ამ დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკეთავია ერთ-ერთმა რამ შობა აქვს ის ახმოვანებს ის ამბობს რომ ჰორმუზის სრუტეზე ჩვენ და ომანი საუბრობთ დავამყაროთ ეს კონტაქტი ისრაელი ამბობს რომ ჰორმუზის სრუტე რეალურად არ წარმოადგენს არც სავაჭრო თემას არც მოლაპარაკებების თემას და თუ რეალურად აუცილებელია ამ პრობლემის გადაჭრა ისრაელს დამოუკიდებლადაც შეუძლია ეს და მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებთან ერთად ძალიან მარტივად არის და სხვა შორის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი აღარ მახსოვს სახელი ლევი არის ესეთი გვარად რომელიც სპიკერი იყო და ხშირად გამოირჩევა ნეთანიაჰუს სამხედრო სტრატეგიებს და მიმდინარე სამხედრო სტრატეგიებს აკრიტიკებს ხოლმე და მისი განცხადება გაზეთების პირველ გვერდზე იყო და მან თქვა რომ ჰორმუზის სრუტის კონტროლის სრულად დამყარება ისრაელის არმიას შეუძლია 6 საათშიო და აი ამას განიხილავდნენ 6 საათში როგორ შეიძლება ისრაელმა დაამყაროს კონტროლი ჰორმუზის
სრუტეზე, მაგრამ იყო მინიშნებები და იყო საუბარი ისეთ დეტალებზე, რომ თლად ასეთი ხმამაღალი ნათქვამიც არ არის ეს. კარგი, ამ ახალ ოპერაციაზე მაინტერესებს თუ არის რაიმე გაცხადებული, რა თქმა უნდა, რა იქნება განმასხვავებელი. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ისრაელის პოზიცია იყო, რომ მოდი დავარტყათ ენერგეტიკულ ობიექტებს, დავარტყათ რაღაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ხო? ამაზე მიმდინარეობდა დისკუსია. ამ შემთხვევაში რა არის თავარი განმასხვავებელი, ასე ვთქვათ, ლურჯი და თეთრი? სახელი ვიცით რომ განსხვავებულია. ანუ ღიად არის ამაზე საუბარი, რომ რა იქნება სხვა, რაც არ გვინახავს, ვთქვათ, IRGC-ის ობიექტების დაბომბვის, რაღაც პერსონების ისრაელის ხაზი ხო უფრო ეგ იყო რა ამ წინა თვეებში, რომ ვთქვათ, შტატები ბომბავდა უფრო IRGC-ის ინფრასტრუქტურას და ისრაელი აი პერსონებს პირდაპირ სამიზნეში ან თავის აზროვნებლებში, როგორც მათი ესეთი ხელწერა არის, ხო? ნუ აი ეგ იყო რა, ნუ განმასხვავებელი ერთ-ერთი. ეხლა რა ვიცით? ჩვენ ვიცით ახლა ის რომ აი უბრალოდ პარალელები გავავლოთ, როდესაც სპეცოპერაცია ორი სახელწოდებით იყო მაშინ ეპიკური რისხვა და ლომის ხრიალი და ახლანდელი კახოლავანი განსხვავდება პრინციპში რამდენიმე მესიჯით, როდესაც დაიწყო ლომის ხრიალი ეპიკური რისხვა, ასე იყო ნათქვამი 28-შივე განგვიცხადეს პირველ მარტს უკვე ჩვენ გავიგეთ რომ ამ სამხედრო სპეცოპერაციის მიზანი არის ირანში რეჟიმის ცვლილება, ბალისტიკური რაკეტების წარმოებისა და რაოდენობის განადგურება, გამდიდრებული ურანის გამოტანა, განადგურება, რომ ირანს აღარ ქონდეს პირსული შესაძლებლობები, პროქსი ძალების დასუსტება და ასე შემდეგ. მას ორმოზე არ ყოფილა ამ საუბარში ახლა ჩვენშიც გვიყურებს და გვისმენს არ ომი არ დაიწყო არც ისრაელმა და არც ამერიკამ ირანის წინააღმდეგ ორმოზის სრუტის გამო. ახლა ორმოზის სრუტეზე რო არის ლაპარაკი. და ახლა ეგ ფაქტორი იყო. ეგ რისკ ფაქტორი, მაგრამ მის საკონტროლებლად არ დაწყებულა, სხვა მიზანი ჰქონდა, ანუ ორმოზზე კონტროლი არ ყოფილა იმ ოპერაციების მიზანი, მე ასე მახსოვს. უბრალოდ თემას ვარავცეთ, აი მან მაგაზელე გიპასუხეთ, რომ როდესაც დაიწყეს სპეცოპერაცია და გახსოვთ ტრამპის ხმამაღალი განცხადება, რომ ირანის ფლოტის 80% ფსკერზე არისო, ეს იყო ომის დაწყებიდან ზუსტად 2 კვირის თავზე გააკეთა ტრამპმა განცხადება და ეს ფლოტი არ იყო თეირანში, ეს ფლოტი იყო სპარსეთის ყურეში და შესაბამისად, როდესაც ისრაელის და ამერიკულმა ავიაციამ დარტყმები განახორციელეს ამ ფლოტზე, სავარაუდოდ მაშინ უკვე საუბარი იყო ჰორმუზის სრუტეზე და ისრაელშიც თქვეს, რომ რისკ ფაქტორი რომ ირანი სავაჭროდ გამოიყენებდა ჰორმუზის სრუტეს ეს იყო და ამის გამო იგეგმებოდა არაერთი სპეცოპერაცია კუნძულზე და ასე შემდეგ. რა დაუბრუნდეთ ისევ იმ თემას, რომ რა განსხვავება კახოლავანს, ლურჯსა და თეთრსა და ლომის ხრიალს შორის, ახლა ნეთანიაჰუმ ბოლოს რაც თქვა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ბალისტიკური რაკეტები რომ ჰქონდეს ირანს, ისრაელი არ დაუშვებს რომ ჰქონდეს გამდიდრებული ურანი ირანს და ისრაელი არ დაუშვებს რომ პროქსი ძალებმა კიდევ გააგრძელონ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ მუქარა და ასე შემდეგ, უბრალოდ გაქრა ერთადერთი რამ რეჟიმის ცვლილება. სხვაობა არ არის და ეს სიტყვა და ესეთი განცხადება რეჟიმის ცვლილება ბოლო დროს ისრაელის მხრიდან აღარ კეთდება, სხვაობებს შევატარებთ. აი ეს არ დაუშვებს რას ნიშნავს, ანუ აქვს ფაქტია და ახლა ანუ აქ იგულისხმება რომ თუ რამე არის ამერიკის გარეშეც ოპერაციას ჩაატარებს ისრაელი. ხო, ანუ ვიცით რომ ბალისტიკური დამოუკიდებლად შეგვიძლია ისრაელი ამას ამბობს, რომ ჩვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია ვაწარმოოთ ნებისმიერ დროს სამხედრო სპეცოპერაცია ირანში, ლურჯი და თეთრის ამ სახელწოდებით და ისრაელი ამბობს, რომ არ დაუშვებს ირანს კონდეს ირანში დარჩეს გამდიდრებული ურანი. უბრალოდ ამისთვის ახლა არსებობს სავარაუდოდ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუბარი, რომ როდის ეს შეიძლება მოხდეს და სხვა შორის მნიშვნელოვანი არის ვთქვათ, რომ როდესაც ომი დაიწყო, მთავარი გზავნილი იყო, რომ ბალისტიკური რაკეტები და პრინციპში ისრაელსაც ახლო აღმოსავლეთსაც სპარსეთის ყურის ქვეყნებს ის ირანმა პრობლემა შეუქმნა და უპირისპირდებოდა სწორედ ამ ბალისტიკური რაკეტებით. მესმის რომ ეს ბალისტიკური რაკეტები ვაშინგტონში არ ცვლილებდა და ტრამპმა თქვა, რომ თუნდაც ირანს უნდა ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტები, იმიტომ ირანული ბალისტიკური რაკეტები მსოფლიო მშვიდობას საფრთხეს არ უქმნის. ვაშინგტონში შეიძლება არ უქმნის, მაგრამ აქ ჩვენთან იერუსალიმში, თელ-ავივში დიახ, უქმნის ეს პრობლემას, ეს ბალისტიკური რაკეტები. ხო და აი ამ მესიჯში, რომ ირანს შეიძლება ჰქონდეს
ბალისტიკური რაკეტები, რატომაც არა, როდესაც სხვა ქვეყნებს აქვს. ტრამპის ამ განცხადებას ხალხსაღად ეთანხმებიან ისრაელის არცერთი პოტენციური პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახლა ჩვენ არჩევნების წელი გვაქვს და სავარაუდოდ ოქტომბერში უკვე გადაწყდება, ვინ იქნება ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრი, თუმცა ყველა კანდიდატი საუბრობს იმაზე, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან იმას, რომ ირანს შეიძლება ქონდეს ბალისტიკური რაკეტების ეს რაოდენობა და დღეს კიდევ ერთი ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ახლაც აწარმოებს ირანი ბალისტიკურ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს და ისრაელმა ამას საპასუხოდ უპასუხა, რომ ამას საპასუხოდ უპასუხა ასეთი განცხადება იყო, აღარ მინდა რომ ციტირება მოვხდინო, უბრალოდ ჩინარს რომ გამოვიტანოთ, რომ ნებისმიერი დრო, რა დროსაც ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები აძლევენ ირანს, მხოლოდ იმიტომ, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტით ივაჭროს, არის რისკ ფაქტორი, რომ ირანს დაუგროვდეს იმ რაოდენობის ბალისტიკური რაკეტები, რომლის განადგურებასაც შეიძლება კვლავ 40 დღიანი ომი დასჭირდეს, რა რაოდენობაც გაუნადგურდეს 40 დღის განმავლობაში. ეს დრო არის მნიშვნელოვანი და ტრამპის მინიშნებები თუ სურვილებიც ნავთობთან დაკავშირებით ასევე ძალიან საინტერესო არის, ოღონდ უკვე საქართველოსთან ჩრდილოეთით, სამხრეთიდან ჩრდილოეთით გადავინაცვლოთ, ხო? ანუ უკრაინაზე დავიწყოთ საუბარი, იქ ნას ბენზინზე, საწვავზე კლავაც რიგებია, კლავაც შეტევები არის, დღევანდელი შეტევა ნოვოროსიისკის პორტზე საკმაოდ მასშტაბური, საკმაოდ დიდი და პრინციპში ეს შავი ზღვის უსაფრთხოებას, ანუ კიდევ ერთხელ, ესე იგი შავი ზღვა არის ეპიცენტრში, კიდევ ერთხელ მოექცა, ანუ არეალი საერთოდ გადმოვიდა შავ ზღვაზე დიდი ხნის განმავლობაში უკვე და სხვა სურათი იხატება ახლა. არ დაგვავიწყდეს ჩვენ საუბრობდით წინა გადაცემებშიც იმაზე, რომ მობილიზაციის პროცესი მიმდინარეობს და საშემოდგომო მობილიზაცია რაღაცა პიკში იქნება, არსებობს რაღაცა ციფრები 409,000 თუ ზუსტად მახსოვს და წავიკითხე რომ გამოთვლილი არის ფრონტისთვის მათ ჭირდებათ თვეში 34-35,000 და ეს უნდა მიუსადაგოთ ფიოდოროვის მაშინდელ განცხადებას, რომ ანუ 35,000-ზე არიან ასული, ანუ 35,000 და წყობრიდან გამოყვანილ ჯარისკაცზე და მაშინ გეგმა იყო 50,000-ზე. 42 იყო ბოლო. 42 და რაღაცა 43-მდე. 42,860. ზუსტად მახსოვს. ესეთი ძალიან მძიმე ციფრი. ასე რომ მოდი ვნახოთ რა ხდება ჩრდილოეთში, გადავინაცვლოთ, ანუ კი, უკრაინაზე ვისაუბროთ. ვისაუბროთ რეალურად რა მდგომარეობა. მიშა დარჩი ჩვენთან ბოლომდე გთავაზობთ რომ შემოგვიერთდე ამ დისკუსიაში. ხო, გრძელდება ტერორში მოქცევა, ასე ვთქვათ, რუსული ჩრდილოვანი ფლოტის და მათი საპორტო სიმძლავრეების, ასე ვთქვათ. ტერორი ეს შემთხვევით არ მიხსენებია, საინფორმაციო ომის ნაწილში ამას ახსენებენ ხოლმე თავად უკრაინელი მაღალჩინოსნები სამხედრო, მადიარს უყვარს ხოლმე თქმა და ასე შემდეგ. ხო, ეს უხეშად თუ ვინმეს მოხვდა უბრალოდ ყურში, რა თქმა უნდა ამას აქვს თავისი სარკაზმის ნაწილი და საკმაოდ ლეგიტიმური თავად უკრაინელების მხრიდან. ფაქტია, რომ ეს მოლოჩკას ფარგლებში 200-აც და ამ ჩრდილოვანი ფლოტის გემების განადგურება, ასე ვთქვათ, მწყობრიდან გამოყვანა და ვხედავთ აი ამ მიზანმიმართულ დარტყმებს ასევე საპორტო ინფრასტრუქტურაზე. თან ეს მნიშვნელოვანია, რომ მარტო ნავთობს არ ეხება, ეხლა არის სეზონი სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით და ამ ხრივაც დიდი კონკურენცია მიდის. სხვათა შორის ამაზე უნდა აღნიშნოთ ის ამბავიც ობიექტურობისთვის, რომ თავად უკრაინელებსაც საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნიან და საუბრობენ უკრაინაში იმაზე, რომ მარცვლეულის ექსპორტი ძალიან მოსავლიანი წელი იყო, ასეთი განცხადებები მოვისმინე, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოწვევა ექსპორტი. ანუ ეს არ არის მაინც ცალმხრივი პროცესი, მოდით ასე ვთქვათ, გასაგებია, რომ რუსეთის ფლოტი ახლა ბლოკირებულია და იწულებულია, რომ ამ პორტებში შეაფარონ თავი და რაღაცა ბადეებით შეფუთონ თავისი რესურსები, თუმცა მაინც პილოტო აპარატები არის საფრთხე და ისინი უკრაინელებსაც უქმნიან რაღაცნაირად ცდილობენ ყოველ შემთხვევაში რაც შეუძლიათ რომ უპასუხონ ყველა ამ მიმართულებით. ანუ ესე არ არის ჩვენ არ ვხატავთ ახლა რაღაც ცალმხრივ სურათს რომ მხოლოდ უკრაინელები ურტყამენ და იქიდან საფრთხე არ არის. იქიდან საფრთხე არის, ისევ საფრთხე რჩება იგივე
ბალისტიკა, რაც კვლავ არის ამ კვირაშიც და მომდევნო პერიოდის განმავლობაში ვიდრე არ გავიგებთ ამბავს იმის შესახებ, რომ რაღაც საწინააღმდეგო შექმნა უკრაინამ, მანამდე ეს კვლავ იქნება აქტუალური. სხვათა შორის ამაზე ვკითხულობდი, რომ არსებობს ეს დაზვერვის მონაცემები, რომ აგროვებენ ახლა ბალისტიკურ რაკეტებს და გეგმა არის, რომ რამდენიმე ასეული გავუშვან ერთად. და ნუ კიდევ ერთხელ გაიჟღერა მათ რა ქვია, კორეელების რაკეტებმაც ამ ნაწილში. როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ინტენსივობით. კორეული რაკეტები ძალიან აქტუალური არის, მოგვენცნაზე სულ ლაპარაკით ამაზე, ამასთან ერთად კორეული ცოცხალი ძალაზეც ლაპარაკ და სიტუაცია და რაც შენ თქვი, ხა არ არის ვითარება ისეთი, რომ უკრაინა რაღაცა გარდამტეხ უპირატესობას ფლობს. დაახლოებით თვე-თვენახევარი გასული, ნამდვილად იყო პერიოდი, როდესაც უკრაინას საკმაოდ ესეთი უპირატესი მდგომარეობა ჰქონდა და მაგრამ მაისიდან მოდი ესე ვთქვათ. მაისი, ივნისი და ხო ორი თვე კი ბატონო, საკმაოდ მაგრა უტყამდა, განსაკუთრებით აი ეს პირველი ტალღა იმების საწვავის ობიექტების, ასე ვთქვათ და შემდეგ ვალბერისის და როგორც ჩანს ამ რაღაცა პირველმა ტალღამ გადაიარდა, ეხლა რუტინაში არის ეს გადასული. ფრონტზე სიტუაცია მაგხრივ გრძელდება ტენდენცია. ერთადერთი რაც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში აი ამ შეგროვება პასუხში არის, პასუხზეა გადართული და ისევ და ისევ ყველა უყურებთ კონსტანტინოვკის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ხო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ კონსტანტინოვკა ნამდვილად არის იმ აგლომერაციის ერთ-ერთი სამხრეთი მურჯი, ასე დავარქვათ, რასაც ქვია სლავიანსკი, კრამატორსკი, კონსტანტინოვკა, შუაში დროშკოვკაც არის და ეს დონბასის თავდაცვის ხაზი ძირითადი, რომელიც ჯერ კიდევ 14-დან მოყოლებული არსებობს და რომლის ჩაბარებას და დათმობაც ასე ძალიან უნდა პუტინს, ალბათ გასაგებია რატომაც უნდა, იმიტომ რომ შარშანდელი სექტემბრიდან მოყოლებული მალე ერთი წელი გახდება კონსტანტინოვკას უტყამენ და ჯერ ბოლომდე კიდევ ვერ აიღეს და თან უნდა აღინიშნოს, რომ აი ამ აგლომერაციაში აი ამ თავდაცვის ხაზში ყველაზე პატარა კონსტანტინოვკაა, ხო? ნუ დროშკოვკას თუ არ ჩათვლით. და მის აღებას რომ ამდენს ანდომებენ, მერე ზევითი სლავიანსკის კრამატორსკის მმართველობაზე წარმოუდგენელია საერთოდ რა შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, თუ კი ჩვენ მივდივართ ისევ იმ მსჯელობაში, რომ ტრამპის მსჯელობა დავარქვათ, რომ პუტინს დონბასი უნდა და მერე გაჩერდება და ეს არ არის მხოლოდ ტრამპი. იმ დროს ვკითხულობდი კიდევ ვიღაცა მაღალ ჩინოსნის ახალ ინტერვიუს, რომ როგორც ჩანს პუტინსო დონბასი არის აღებამდე არ გაჩერდებოდა, დონბასის მერე გაჩერდებაო, სამწუხაროდ აღარ მახსოვს ვინ იყო, თუმცა ახალი განცხადება იყო. და როგორც ჩანს, თუ კი მაგ მსჯელობას გავუყვებით და მივიღებთ როგორც მოცემულობას, რისაც მე პირადად ამჯერა, რომ დონბასის აღების მერე გაჩერდება, მაგრამ თუ კი მაგ მსჯელობას ავიღებთ დონბასის აღებამდე ისევე შორს არის, როგორც თუნდაც ერთი წლის წინ იყო, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოვკის რაღაცა რუხზონაში გადაიზარდა, ხო და ჯერ კიდევ უფრო შორს არის. ყარებიათ რუსეთს. ხო. შესაბამისად, ბევრად იმდენად ამდენადაც რუსების ზურგში საკმაოდ სერიოზულ დარტყმებს იღებენ. მაგრამ აქ ჩვენ რასაც უნდა მივაქციოთ ახლა ყურადღება, ჩემი აზრით არის ორი გარემოება და ორივე უკავშირდება შემოდგომა ზამთარს. არჩევნების მერე მობილიზაცია იქნება თუ მაინც მოახერხებენ ისევ გადაბირების, ასე ვთქვათ, დაკონტრაქტებით ხალხის შეგროვებას, იმიტომ რომ საუბარი არის, რომ რაღაცა ფასები გაზარდონ და რეგიონების ხარჯზე მოახერხონ, ან მოახერხონ შევსება, თუმცა მაინც ალბათ გაუჭირდებათ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ვალდბერისის ფონზე უკვე ძალიან ბევრი სოციალურ ქსელში ყოველ შემთხვევაში უკმაყოფილება ჩანს. აქედან გამომდინარე, ეგ არის ერთი საკითხი და მეორე საკითხი არის ზამთარი, რომელსაც როგორც ჩანს კიდევ ერთხელ მოუწევს უკრაინას რომ გაუძლოს და თუ კი ბალისტიკურ რაკეტების წინააღმდეგ ასე მოწყვლადია ამ ეტაპზე და სამწუხაროდ ესეთი რაღაცა ძალიან რეალისტური და ახლო მომავალზე როგორც შეიძლება სპეცია გამოსწორდეს არ ჩანს, მაშინ აქ უკვე დგება საკითხი აი ამ ზამთარს რას იზამს უკრაინა და როგორ გადაიტანს ამ ზამთარს უკრაინა, მაგრამ აქვე შემოდის უკვე მეორე რუსეთი.
მეორე რუსეთი კი არა, მეორე ზამთარი და ეს არის რუსეთი. რუსეთი როგორ გადაიტანს ამ ზამთარს, იმიტომ რომ მე არ გამოვრიცხავ, რომ Wildberries-ის და ოზონის საწყობების მერე უკვე ისეთი ენერგოობიექტები გახდეს უკრაინის სამიზნე, რომელიც რუსეთის ქალაქებს ჩააგდებს იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც უკრაინის ქალაქები იყო შარშან ზამთარში. რაზეც იყო კიდევაც რაღაცა მითითებები კი არა და განცხადებები მითითებები და მინიშნებები და აქვე ხო აი ეს უკრაინული ბალისტიკური რაკეტა რაზეც მუდმივად არის ლაპარაკი, ამასაც დიდი მოთხოვნებით ასე ვთქვათ ველოდები და იმედია რომ რაღაცა რო გავაგრძელო აზრი და პრინციპში მე მგონი ცოტა დრო დაგვრჩა და ამოვიწერე რაღაცა მონაცემები ზუსტად ანუ ხარჯებთან დაკავშირებით რა დღიური ხარჯი გახსოვთ ხო ანუ როგორ იწყებოდა ომი გაიხსენეთ რომ როდესაც ჩვენ პირველ დღეებში ვკითხულობდით 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 25 26 თებერვალს და მარტის პირველ დღეებში უკრაინის გენშტაბის მონაცემებს. ცოტა გაკვირვებული ვიყავ მე პირადად, ხო, რომ 100 ჯარისკაცი არის მოკლული რუსეთის ფედერაციის, ხო, მოწინააღმდეგის და იქ ამდენი აფეთქებული და დღეს რაზე ვსაუბრობთ? დღეს ვსაუბრობთ დღეში, რა ვიცი, 1000-ზე, ხო? და მეტაზე. 1000 პლუს. ხო, 1000 პლუსი, ანუ ძალიან ისეთი მზარდი ამბავი არის და ხარჯები თავში არავინ იფიქრებდა რომ აი ასეთ მასშტაბურ ხარჯებს მიაღწევდა ეს ყველაფერი და რუსეთი დღეში დაახლოებით აი სხვადასხვა საერთაშორისო მონაცემები არის 850-900 მილიონი დოლარს ხარჯავს. ეს მარტო ომის ხარჯი არის, აქ არ არის რაღაც სხვა ეკონომიკის და რაღაცებსა. უკრაინა ამასობაში ხარჯავს 170 მილიონს დაახლოებით დღეში, ხო? და ეს არის მარტო, ანუ სროლა, ჭურვი, დრონი, ლოგისტიკა და ასე შემდეგ. აქ არ არის საუბარი რაღაც არხნები, ისინი და სხვა მატერიალური ზიანი, რომელიც შეიძლება კი არა ადგება მხარეებს, ხო? ხო, ნუ აქვე არ ვიცი, ბევრჯერ ვისაუბრეთ უკვე ამაზე, იგივე დეფიციტზე, რომ 4% იყო დაგეგმილი და ახლა 8-ზე არიან უკვე ასული ამ დროისთვის არსებული გათვლებით და ნუ შემოდგომა რუსეთშიც რომ არასტაბილური იქნება ამ მხრივ და ასე შემდეგ. ამაზეც ბევრი ვისაუბრეთ, რომ ისინი ცდილობენ რაღაც დივერსიფიცირებას სამთავისი ეკონომიკის და იგივე ოქროზე, ძვირფასეულობაზე არიან ახლა გადართული ექსპორტის ნაწილში. ანუ გამოსავალს ცდილობენ და ხო, ნუ კიდევ ერთხელ ამ ყველაფერს ერთი სახელი ქვია, ეს არის გამოფიტვის პროცესი და აი ეს ჭადრაკი მიდის ახლა ზუსტად რა, ნუ რომელი გაუძლებს, რომელი უფრო მალე გამოიფიტება. კარგი ამ ამბავში სწორედ ის არის, რაც აღნიშნეთ, რომ უკრაინას ახლა აქვს კარტები რა, ანუ ეგ არის მთავარი, რომ ამ ზამთარს თუ უკრაინას ემუქრება პუტინი თავისი ბალისტიკით, რაც რეალური მუქარაა და გასაგებია და გვინახავს უკვე 5 ჯერ, ამ შემთხვევაში უკრაინელებსაც აქვთ კარტები და იგივე ეს შეიძლება იყოს სწორედ შოკი. აი ეს შეიძლება იყოს მორიგი შოკი. ნახეთ, აი ეს მოდი ეს ემოციურ ნაწილს შევხედოთ აი ამ კუთხით. საზოგადოებამ გაიარა მძიმე ზაფხული რუსეთში, ბენზინის რიგები, ახლა უკვე აალებული ეკონომიკა და ამას რომ დაემატება უკვე თუნდაც ბალისტიკით თუ არ ვიცი მძიმე დრონებით, FB5-ებით და ფლამენგოებით თუ რა იქნება, მაგრამ ამას რომ დაემატება უკვე ენერგო ობიექტებზე დარტყმები და ნუ ლოგიკაში ჩდება ეს ყველაფერი, ეს კიდევ ერთ შოკს გამოიწვევს რუსული საზოგადოების და ეგ არის ალბათ ნუ უკრაინის გათვლაც. ეს ძალიან მოკლედ რომ თავარ ამბავს შევეხო. ანუ ვიცით რომ Instagram-ზე პრობლემებია, ინტერნეტის სხვა რაღაც სოციალურ ქსელებზე პრობლემებია, ნუ ხედავთ რაღაცა ამებს ვიდეოებს ამ ხედავთ რიგებს ბენზინზე, ხედავთ რაღაცა დაძაბულობას ამ მიმართ, ხედავთ რომ ამანათების მიღების პრობლემა არის, ძალიან სერიოზული, იგივეთი პასუხობენ ისინი, ანუ ზუსტად იციან ვინ სად და როგორ მოქმედებს და რას დაარტყან. სწორი გათვლები არის, ანუ ვინც ამას გეგმავს, იმიტომ რომ სადღაც იქ ურტყავენ, რაც ძალიან მტკივნეულია. შევხედეთ, ეს არ იქნება მარტივი ზამთარი, ცხადია, იმაზე ბევრად რთული ზამთარი იქნება, ვიდრე აი ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენ ყველა მეკითხნა. ნამდვილად. საწვავზე საუბრობდით რიგებზე, საწვავზე და გამორიცხული ახლა ისე ჩავიაროთ, რომ აფხაზეთი არ ვახსენოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია და თუ კი ვინმე მოიტანა საქართველოში კიდევ ერთხელ ფაქტია, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის კრიზისი შეიქმნა, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და მინდა ამას მოკლედ შევეხოთ. დღეს
დღეს კობახიძემ დაადასტურა, რომ ქართულმა ბიზნესმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიტანა საწვავი. თავის მხრივ ჰუმანიტარულ აქტში მე პრობლემას ვერ ხედავ. იმ ფონზე, როცა საქართველოს სახელმწიფოს აქვს სამედიცინო და სხვა სოციალური პროგრამები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა აქ სერიოზული კითხვის ნიშნები ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ჩნდება იმ მიმართულებით, რამდენად ეს საწვავი ადამიანებამდე მივა და არა იგივე რუსულ ბაზებამდე, რომელიც განლაგებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეგ არის მთავარი ამბავი მანდ და აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა და ბევრმა დასვა უკვე ეს კითხვა და აქვს რა თქმა უნდა ამას საფუძველი. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, რომელზეც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, იქ ყავს მას ჯარი, ვიცით რომ იქ ეთნიკური აფხაზებიც ჩართული არიან იგივე და ჩვენ არ ვიცით რას აკეთებს ბაზა ამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის წვლილის შესატანად, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში. შესაბამისად აბსოლუტურად ლეგიტიმურია ეგ ამბავი, რომ კითხვის ნიშნები დაისვას და ბევრი დეტალია კიდე რაც შეიძლება ეს ოკუპაციის შესახებ კანონსაც უკავშირდებოდეს. მე არ ვარ იურისტი, რომ ახლა ამ დეტალებში ჩავიდე, თუმცა ცხადია, რომ ეს რაღაცა მორიგი, ესეთი ძიმე გადაწყვეტილებაა. კითხვის ნიშნები იქნება აუცილებლად ბოდიშირატი, იქიდან გამომდინარე, რომ ომის დროს მსგავსი ხასიათის ნედლეული თუ პროდუქტი არის უკვე სამხედრო მიზნების სტრატეგიული ტვირთია. ანუ და ეს ძალიან რთული თემა არის. ამ თემას ჭირდება მინიმუმ ძალიან ლოგიკურად ახსნა. მინიმუმ. იმიტომ რომ კითხვები უნდა მოიხსნას. თავი დავანებოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ ბაზებზე დარჩება კი არა, საერთოდ რატო ვართ დარწმუნებულები, რომ რუსეთში არ გადავა ეგ საწვავი საერთოდ. და პირდაპირ ხო ანუ შესაბამისად ეს ლეგიტიმური კითხვები არსებობს და ვფიქრობ ვინმე უნდა ძალიან დამაჯერებლად ამაზე უპასუხოს და არა ისე როგორც ბრიფინგზე კაც თავის თავს რო პრემიერს ეძახის იმავე რო თქვა რომ რაც თქვა ხა მაყურებელს მაგას თვითონ აღარ წავარ. დღეისთვის სულ ეს იყო, შევაჯამოთ და ზუსტად ერთ კვირაში დავბრუნდებით აუცილებლად. საინტერესო მოვლენები გრძელდება და ჩვენც ვცდილობთ რომ არ ჩამორჩეთ ამ მოვლენებს და ყოველკვირეულად თქვენთან შესახვედრად ვემზადებით ხოლმე დიდი ინტერესით. იმედი გვაქვს რომ თქვენი ჩართულობაც იქნება მაღალი, გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ და გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა კიდევ ერთხელ კავკასიას, დროებით გემშვიდობებით. მადლობა მიშა, რომ ჩვენთან იყავი, მადლობა მაყურებელს, რომ ბოლომდე გვიყვარეთ. მადლობა მეგობრებო და შეხვედრამდე.